ბათუმში ნაპირ სამაგრის სამუშაოების გეგმის მომზადება დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მსჯელობაში მონაწილეობდა ბათუმის მთავარი არქიტექტორიც. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის შედგენაზე სპეციალურ კონსულტანტს აიყვანენ. გეგმის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რაოდენობის თანხას გამოყოფს ბანკის სესხის სახით ნაპირ სამაგრის სამუშაოებისთვის. პროექტის მიხედვით ასევე დაგეგმილია სარკინიგზო კვანძის გადატანა ბათუმის გარეუბანში. გვინდოდა გვენახა ის ზიანი, რომელიც ბოლო დროს ბათუმის სანაპირო შტორმის შედეგად მიადგა. ეს ურბანული ტრანსპორტის განვითარების ნაწილია და სწორედ ამის ფარგლებში დავაფინანსებთ სამუშაოებს. ჩვენი კონსულტანტი შეაფასებს ზიანს და გამონახავს საუკეთესო საშუალებას ნაპირის აღდგენა შენარჩუნებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ნაპირგამაგრება არ დაჯდეს ძვირი და არ დააუშნოვოს ტურისტული ზოლი. ამ ბანკთან ჩვენ გქონდა ძალიან სერიოზული საუბარი. პირველ პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და ამ საკითხში ბატონი დავით ნარმანია უკვე საქმის კურსია და ზუსტად მათი ინიციატივით იყვნენ ეს ადამიანები ჩამოსული. დანარჩენი პრობლემები მე დავსვი ამ ბანკის წინაშე, რომელიც მიიღეს მათ ყურად და დაუყიდნენ დახმარებას, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები. ჯერობით ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების პროექტირებაზე, დანარჩენი ეტაპები კიდევ გვექნება გასავლელი.